техника, которая должна идти в ремонт, она у нас используется в реализационных документах. Более 100 эшелонов сверхпланового угля отправил коллектив потребителям. Пройдены сотни метров сверхплановых форм. ერთკვირა დილით დიდი ქალაქის განაპირას გადარჩენილ ძველ წისქვილთან თავი მოვიყარეთ ერთმანეთისათვის უცნობმა ადამიანებმა. ძნელ და უცხო გარემოში მოხვდით.
გაცრავად რომელ საათზე გაიღება? ოდიში რომელი საათია? საათი არა მაქვს. როგორ უნდა გაიგოს კაცმა? საინტერესოა თქვა ხანდაზმმა კაცმა. როგორ გავიგოთ, როდის გააღებენ 9-ზე თუ 10-ზე? თქვენ როგორ ფიქრობთ? მე საერთოდ არ ვფიქრობ. რატომ? უცებ სად იყო და სად არა მოშორების შლაპიანი კაცი გამოჩნდა. ხელში საქაღალდე ეკავა. შლაპიანი კაცი წისქვილთან მდგომთ მივახლოდა და კითხა. რატომ არ აღებენ? ვერაფერს მოგახსენე. იქნებ საერთოდ არ მოვიდეს. რა ხანი არ მინახავს? რამდენჯერაც აქ გავიარე, ყოველთვის დაკეტილია. ის საერთოდ ცოცხალია? ალბათ. რა საათია უკვე, რატო არ მოდის? ვინ არის პირველი? პირველი მე ვარ. რომელ საათზე გაიღება? 9-ზე, ალბათ. 9-ზე თუ 10-ზე? როგორ გავიგო? თქვა ჩაფხუტიანმა კაცმა. მეც არ მომბობ. 9 ეწერა და 10 გადააკეთეს. პირიქით. 10 ეწერა და 9 არის გადაკეთებული. 10-ია გადაკეთებული 9. ეგეც რომ გადახაზულია გულმოდგინეთ. ეს ვიღაცის ნამაიმუნარია. სულ სხვა ფანქრიდა გადახაზული. თანაც უფრო გვიან. თქვენ კრიმინალისტი ხომ არ ბრძანდებით? კრიმინალური აქ არაფერია. უბრალოდ ვიღაცამ აი ასე ჩვესავით. იცადა თითქმის 10 საათამდე და გაბრაზებულმა ცხრიანსაც გადაუსვა ხაზი აი ასე. თქვენ როგორ ფიქრობთ? გაიღება თუ არ გაიღება? თუ გააგეს. გაიღება. თუ არ გააგეს. არ გაიღება. ვინ ბრძანდება ბოლო? ერთი მგონი წავიდა, ეს ორნიღავად რა მნიშვნელობა აქვს? რატომ, ჩემო ბატონო? რიგი უნდა იყოს. ჩემო ბატონო, ჯერ არავითარი რიგი არ არსებობს და ნუ გავმართავ ძალი დარელოდო და თუ გაიღება, გაიყო, ვინ იქნება პირველი? როგორ? არ გაიღება? შეიძლება. არ უნდა ეწეროს არსად. არ წერია, როგორ არ წერია, მაგრამ ეწერა 9 გადახაზული, 10-იც გადახაზულია 9-სავით. რაიმე დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. ვიმედოვნებთ, რომ 10 უნდა იყოს გადაკეთებული 9-ად. ნამდვილად ასია. 10 იქნება 9-ად გადასწორებული, სხვანაირად შეუძლებელია. 10 მაშინდელი იქნება. ერთდღიანი დასვენებები რომია. ახლა ორდღიანი დასვენებებია და 9 იქნება. დიახ, ჩემო ბატონო. დიახ, ნამდვილად. მოვიცადოთ 10 წუთი და საბოლოოდ დავწუნდებით ყველაფერს. შენ ჩემს უკან გეხარ. იქ უკვე ვიყავ. მე შენ წინ ვიყავ, ხომ და გავიდა. სერა. როგორ? მე არ დგევარ შენ წინ. არ დგევარ? გეხარ. მე ამის წინ არ დგევარ? რა, მე არ დგევარ შენ წინ? არ წერც. მე შენ წინ დგევარ.
წადი ახლაში. მამიდა, წადი არ დაგაგვიანდეს და თუ შეძლო 10-ის ნახევრისათვის მომხედე. მანამდე ეს პატიოსანი ადამიანები დამეხმარებიან. შვილიშვილზე ნუ მიიღებთ და ეს ჩემი ძმის შვილი. სულ ერთია ქალბატონო, მარტო თქვენს ძმის შვილიშვილზე ნუ მიიღებ და ნამეტანი საქმიანი ახალგაზრდობა გყავს. სულ სადღაც ეჩქარებათ, სულ სადღაც აგვიანდებათ, სულ ჩვენთვის ჩაუწვდენელ საქმეებს აკეთებთ. ჭეშმარიტებას ბრძანებ, ბატონო, ჭეშმარიტებას. ჩვენ მაგათ როგორ გავუგებთ? ვაჟი მყავს ერთი. აი ამ ახალგაზრდის ხმისა იქნება. იმას თავის მხრივ ორი ვაჟი ჰყავს. ერთი 21-ის, მეორე 18-ის. ვერც ერთმა ვერ მოიცალა ამ ერთი ბათმანის სიმინდის გამოსაფრთხებლად. ვერც მამამ, ვერც შვილე. მე ვარ მაგათი ჭკუით ყველაზე მოცლილი. მოცლილობის ეპოქის შვილი და დეგამოგზავნის. შენ მაინც არ გეჩქარება ბაბუა. გაისეირნე, მიხედე. ჩაყლაპეს უკთა ჰაერი. ნერი ადეთი ჩაცუნცულდი წისქულში და გამოფიეთ სიმინდიათი რაცხა. ხო. ჩაცუნცულდია. ხო, ჩაცუნცულდიო. წარმოიდგენიათ. რომ ხუმრობდეს კიდევ ხო. ვიტყვი, იუმორის გრძნობა აქვს მეთქი, მაგრამ არა, მას ისე მეუბნება, თითქოს ესეც ისეთივე ჩაუწვდენელი რამ იყოს, როგორც მისი სხვა საქმეები. მეც ორი ვაჟი მყავს, 18-ის და 15-ის. წადით მეთქი შვილა, ჩადით ნახეთ. სხვა თუ არაფერი, ის მაინც არ გაინტერესებთ, როგორია წისქვილი, როგორ აფქვავს, როგორია მეწისქვილი. წიგნებში რომ გითხულობთ, თუმცა მე რაღაც გითხულობს ახლა. ნახეთ მეთქი. როგორი შუნი დგას, რა ხმა ისმის. დიახ, პურის ხალხი დაკავება ეთაკილებად. პურის საბატონო. ჩვენ გახსოვთ. პატარა ნატეხი რომ დაგვარდნოდა, მუდარით კოცნებით პატიებას თხოვდით. რა კარგად ლაპარაკობ. გერმანულ ჩანთაში უღრიდის იმით. პირაში ატყობს ბიჭოში და რა არის მეთქი. რა უმეტე. მაინც არ ჩადით ბაზარში და ფქვილი იყიდეთ. კი, ადვილია საფრთხილად ჩადით იყიდეთ. დაღის სიმინდის ფქვილი. 3 კილო თეთრი პური მოდის 1 კილო საფასურა ჩემო. შავი. შავზე ლაპარაკიც კი არ აღეს. შავი 7 კილო მაინც. რა დავშვედე? რატომ? რაღის 1 კილო შავი პური. 18 კაპიკი. და სიმინდი ბაზარზე ღირს მანეთ ნახევარი. და თუ აბაშისა 2 მანეთი ბატონო. ბულკის პურს ეძახით. ძვირფას ნამწვარი ჩამოგვიტანდნენ ხოლმე სოფელში. მოგვიწვიდნენ პატარ-პატარა ნაჭრებს და ჭამდით დიდი მოციცები. სხვა რაიმეს როგორ მივატანდით? ამ ყველს, ამ წვანს. რა კარგად ლაპარაკობ. ახსოვს. ყაჩაპუტია მაგას. ომის დროს დედაჩემმა სახლში შავი პური მოიტანა. ვიდრე სასწაული. ჩაი ამადუღეთ ჩემო ბატონო. ჩაისა გქონდა. პურის წვრილი ნაფხენ ხელის გულზე შეაგროვა. დაფაზე შეწვა და ადუღებული წყალი იმით შეაფერადა. ვისეკვეთ ბავშვებმა. პურს ვეჭავდით. უთხრდებოდი. იქაც არ გლაპავდი. იმ პურის გემო ახლაც მაქვს პირში. გონი დღესაც არ გადაგიხლავს. თქვენი ბავშვობა კი არა ბატონო, ჩემ ბავშვობაც ასე იყო. მამიდამ მყავდა გათხოვილი, ხელოსანი კაცის მეუღლე. შარშან გადაეცოლა გრიპიანობა რო იყო. იმ თავითი ხელმოკლე ცხოვრობდნენ. ოდე ეგ მამიდა რო ჩამოდიოდა ხოლმე ჩვენ კაფეში, თეთრ ჩამოგვიტანდა. ჩვენ კიდე ხლები უჩოდელი ცოტა სავსე კიდე. თან მახობელაცერია ცოტა რა. უმისეთ ოდერ შეიძლებოდა, საწყალი პაპაჩემი. პურის მოუყვანი კაცი. ქაგადაგრეხილი კამეჩების და ჭოდახარების პატრონი. საკუთარი ხელით აგროვდა მახობელას. ცალკე ქონდა შენახული და ხორბას რო გამოამზავრებდნენ ხოლმე. პურს მაშინ სულ სხვა გემოქონდა. მარტო იგივე შემევიდიერა. მარტის მთვარე რომ გამოვიდოდა, იქიდანვე ატყობდნენ როგორი მოსავლის მოლოდინი უნდა ქონოდა ზაფხულში და იქიდანვე ეჭერდნენ თადაშს. საოცარია.
თანამედროვე მეცნიერების პირობებში. ურთულესი აპარატურის გამოყენებით გვიჭირს ამინდის წინასწარი გამოცნობა. აი, ბებიაცემ ზუსტად იცოდა ყველაფერი. თორემ თუკა ჩამოუზა. სამი დღის შემდეგ გავდება. ჩუგურეში რომ დიდი წმა მოვიდა, მიაღვარმა რომ სახლები წალეკა, მაშინ მე აქ ცხოვრობ. ამუნელები ვიყავით, მე, ვალიკო, მიტო, ვანო. იქით ლურჩი შაბანში, შოთა, ცოტა ზემოდან, ვარპეტა და პარმენა. გორის იქით ამ მხრიდანაც გადმოდიოდნენ ბიჭები. ურმანა, კაკო, ცეზარა, ლევ. მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ. დაკერებული შარვლები გვეცვა. მანეთიან შავპურს ჭამდით, დიდი მანეთ და ორშაურიან ბერძნულ ლავაშს. ირსტებოდით გოგიან მესრის ძირას. სიცხეშიც, ქარშიც, ვისხედით და ვლაპარაკობთ. საოცარი. ტყუილები მახსოვს, ხოლო სიმართლე არ მაგონდება. მახსოვს ერთხელ მაგალითად, ვანომ თქვა, ბიძა ჩემი ისეთი მაგარი კაცია, კლივით გამოჩარხა კბილი და ის ჩაისო. გვიანობამდე ვისხედით, ბოლოს 4 გავწებოდით, მიტო, ოთარი, ვანო და მე. ეს 4 ისეთი მეგობრები ვიყავით, როცა შინ მივდიოდით, ერთმანეთისა რაღაც მიყვებოდა თან. ჩაფკუტიანი კაცი გაჩუმდა და ისევ განაგრძო. ჩვენ ამას გრძნობდით. ისევ გრძნობდით. თითქოს პალტოს ჯიბეში რაღაც სიმძიმე ჩაგვიდეს. იყვნენ ჩვენ შორის ხელოსნები, შარახვეტიები, ტყავიხევიებს ფეხბურთელებს ვეძახდით. ზოგიერთებს მოხეტიალებს გვეძახდნენ. ვისხედით და ლაპარაკობდით. ძალიან გვიყვარდა ნისლი. ბიჭობა ისა, როდესაც ვერაფერს ვერ ხედავ და მაინც წინ ვიდიხარ. ჩვენ ვიდიოდით იქით, პატარა გლდანისკენ, ვაშეთბას. ვიყავით ილოში, თბილისის ზღვარომა იმის სკერზე, ხუდადოვის ტყეში. ბრუნდებოდით მისავათებულები, დაღლილები, მშივრები, ფეხსასმელ გაღლეტილები. ვიწყრებოდნენ კიდევ. აქვსინოდნენ, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვიშლით. საკმარისი იყო სადმე გაკვანძული იყო პატარა ნისლი, რომ ჩვენ მაშინვე მისკენ მივეშვრებოდ. ერთხელ ნოემბერში ვაშეთბების იქით გლდანის მიწებზე ერთ ხელს წავადით. ფსკერზე ლოდებს შორის პატარა წყარო მოჟუჟუნებდა. იქვე ტბორი ლურჯად ლივლილებდა. ტბორის ახლოს ბებერი წნორის ხე იდგა, რომლის ფესვები წყალში ყვითლად ლივლილებდა. ჩავსხედით ჩვენ იმ ლურჯ ტბორში. ჩავაწყვეთ ხელები, ფეხები, ჩხუმპალაობდით. უცებ საიდანღაც ორი ხმა ჩახლეჩინი. ყვავი მოფრინდა და ამ ბებერი წნორის ხმელ ტოძზე შემოსხდა. დავცხოლა და დავცხოლა თავზე ბიჭებს. ჩვენ წავდექით და დაუჩინეთ იმათქვენ. როგორც მოვიდნენ, ისე წავით. ეს იყო და ეს. ხო, ამ წლებში, აი ამ ტბორში, თევზები გვეგონა. და გადავწყვიტეთ მეორე წამოვსულიყავით, რათა ბადის მაგვარი რაღაც წამოგვეღოთ და თევზები დაგვეჭირა. მაგრამ მეორედ რომ წამოვედით, ვეღარც ხევი და ვეღარც ის ტბორი ვეღარ ვიპოვეთ. თან წვიმა მოვიდა. მესამე და წამოვედით. მაინც ვერ ვიპოვეთ. შევეჭდით რა იყო ეს. ნამდვილად იყო თუ მოჩვენება იყო. არ იყო მოჩვენება. მერე ომი დაიწყო. ბიჭები დაიმსხვრა. ზოგისგან რა დარჩა. ზოგიერთები დაიღო.
ჩემგანაც რაღაც დარჩა ალბათ, მაგრამ როცა ერთმანეთს ხვდებით, ჩვენ ერთმანეთსაც მაინც ისეთები ვართ, მოხეტიალეები, ჩარსაღები, სულით მაგარ. მაგრამ ერთს ამას ვინაკლისებ ჩვენ ყველანი. როგორ მოხდა რომ ეს ტბორი და ხევი ვეღარ ვიპოვეთ. ეს ყვავები გვახსოვს. მაგრამ ხევი და ტბორი ვეღარ ვიპოვეთ. იარ შედები საგაცემლებო. შედობა მოგცეს არა, გამარჯობა. ჯერ არა. ხომ არის იცით რომ საათზე გააღებენ, ა? ვიმედოვნებ 9-ზე გაიღებ. რას გაიგებ, როდის გაიღება? 9-ს გადახაზულია და 10-ით. 9-ზე აღარ გაიღება უკვე. 10-ით 5 წუთია ბატონო. ისე გააღებენ კვირა დღეს თუ ისინი. შეიძლება არ გააღო. პატივცემულო, დაწერილს რა თქმა უნდა ვენ. ხო, დაწერილს უნდა ვენდოთ ბატონო. დაწერილის უნდობლობა არ შეიძლება. 4 ხარ თუ? ბოლო რომელია თქვენში? მე ჩამოიღე თუ ძმა ხარ ერთ-ერთი და მეხუთე იყავი. სულ ერთი არა, მე ვიქნები თქვენ წინ ეს ახალგაზრდა თუ კალბატონი. რა მნიშვნელობაა ჩაყლა ამას რა ვიცი, სულ ზომავდა წონი. არ მომტყუდეს ხოლმე არ მაჯობოს ხრებაში მეთქი. რა სულ ჩვენ შორის მომტყუებელს. მომტყუდი და ეგა. ეს რა შეიძლება? უკასრავად. უკასრავად კალბატონო თქვენთან განსაკუთრებით. სულ ასე მემატება. ჩემ ასეთმა საქციელმა გადაიყოლა დედა ჩემი. უგარეს სალაური ხარ თუ ძმა ხარ. კორბოულელი. არის ასეთ სოფელი საჩხერის რაიონში. ისე ხოში ვარ გაზრდი. დათქვა დავიდა შეკაიდებმა მიშვილო კორბოულელი ვიყე არაქშალე ეს პატიოსანი გავყია. რა ვიცი, თვალზე მამაცუდი. გავგები აგერ კორბოულელი და არა მოვიგებ ხმას. დედა ჩემი მეუნებოდა. დადექი აქ და არ მოიცვალო ფეხიო. დავდგები აქ და არ მოიცვლი ფეხს. სულა. მოდი შენ. მოდი. მოდი სულა. შეგედეთ. კურცხარია, საკმაოდ სუფასისხლის. კარგი ძეგლი. რა შესაძლოა. აბასიე თავი. შემხედა სახეში. ეს პატრონს რა უთხარი მე? და დაუთხარი ცხური მეწვიდოს მაგუნა მუსამ. თუ დრას მიგურად. გავხრებული ოფიცრანდებით. ხომრე დაწესილი ჯერ არ გაღებულა და არაფერი დაგვიყვავს. სუფასისხლის კურცხარია, მაგრამ გალახულია უკმადგდებით, სანადიროდ აღარაფერი დარჩა. აკასო. წინა კვირას ვიყავით ჯანდარის ტბაზე სამეგასო. კი, მაგრამ რატო დგას ის ქალიშვილი იქ მარტო? რომ მოგზავნით ხალბატონო ჩვენსკენ. მოგეხმარებით ტომრის წამოღებაში. დება თქვენია. გავიყინე. გავწყდით, კი მაგრამ. ორი ხვიძლებს მოვა. დიდარდინადრია. დამეტანი. რუსთავიდან. ხორცი წამოიღეთ 1-4 კილო. კარგი ხორის ხორცი იყო გამყარებელი. დავამატეთ ის და ორი ამხანაგის დაპატიჟეთ. თქვენი კაცი ასად არ დაიღუპება. დიახ, თქვენი კაცი ყოველთვის მონახავს გამოსავალს. სადახუმრობა მონადი. იგი მოყვა თუ როგორ გაიცნო ერთი ქალი. შაბათკვირაობით როგორ დადიოდა იმ ქალთან რუსთავში ვითომ სანადიროდ. მერე როგორ ყიდულობდა ნავთლუღის ბაზარში ნანადირებს და პირმოწმენდილი დებოდა სახლში. კი, ნამეტარი პირმოწმენდილი ბრუნდებოდი თქვა მონადირემ. მერე ერთხელ ეს ქალი გადანებიდა. ავიდეთ ფუნიკულიორს. რა გინდა ქალო ფუნიკულიორზე მეთქი? გინდა თუ არაო? ავედი. თურმე ვიღაც ნაცნობს და უნახივარ და მიურბენინა ჩემს კნინას ამბავ. ჩემმა კნინამ კი მეორედ როცა სანადიროდ მივდიოდი, მუდეში თოფის ნულის მაგიერ ქოლგეთ. მოდი შეგავდანო. მე რა მოგდა? რა თვითიკრებ? მივდოდ მორდი სახში.
კვირადღე იყო, ვიყიდე 2 დღის ქათამი, ნახტოხში ვიცოდი ადგილი. მივკინდისში. გახსენიო ბუდეო. გავწიკა ხალო ბუდეო. გახსენი რო გელაპარაკებიო. გახსენი და დამიბნა. ამოიღო ის კოლგადა. ერთი თვარი და. უგატრევა შეუბადნა. ალა და ადგასა ის თოგი. ხეგა ყაროს ხერხა. ახლაც გატყობა ის და კოლგარი. მართლა გეტყობა. არა, შეუბადნა ეს ბასობაში დალფა. ამოვადი. Trzeba galansa ეთყობა. Დალაციმოს თმას აბა რა ვქნა. ანტუ არ გავიცინეთ, ანტუ არ გავიგებთ საერთოდ. 3 გრადუსია დუსტემოთ. ეს ხეები გამტონებული რო არის, ყოველ ფიქრობ, ზამთარია მეთი. ის მათული გოგონა, რა დოდგა გამატა. ქალიშილო, ხო არ გაწყერინეთ, რასე გვებუტებით? თქვენ დიდი ხანი აქ ხართ. ახევარი საათი იქნება. ახლა რომელი საათია? 15 წუთი. თქვენი საათი არაა სწორი. გონია. კიდევ ვისაც საათი? მე მაქვს, მაგრამ გონია გაჩერებული. თქვენი საათი ჩამორჩება. მე რომ სახლიდან გამოვედი, 9 იყო. კიდე 9 იყო უკვე, 9 იყო. გონიაკ 10 კი არა 11 წერია. რა? აბა ეს ნოლია? ნოლია რა არის? კაცო, გული დინა ნოლია ეს? ნოლი აბა რა არის? ვერ ხედავ თავი აქვს, მოკაუჭებული. კი. ნამდვილად ნულია. აბა ტყუილად ხომ არ მოვედით აქ. აი, ნახეთ. გამოგდი, შეგახი არ წერია. არაფერი არ ვიცი, რა დაუშვებათ არაფერი არ ვიცი. არა, საწყობო საერთოდ არის. ახლა მე შეჭვინა პარება რომ მათზე გაიყო. რატომ? არა, ყოველწლიურად ბატონებო, რა კიცის ხმზე ვარ. მოდი დავანთოთ ცეცხლი. ძველი ეტათის მიხედვით. თქვა მონადირე. მე თქვენ გეტყვით არ მოეკიდება თუ? თქვა მონადირე. ნახეთ რა ხმელი შეშა. მოიკითხა ბატონო ცეცხლთან. მონადირემ დაანთო კოცონი და ხანდაზმული ქალი მოიფარეს. რა მშვენიერი სუნი აქვს. ეს ნამდვილი კვარია. თქვა ხანდაზმულმა ქალმა. და ცნობით მიფიცხებული მზეზე. რა თქმა უნდა. ბოდიში ქალბატონო, ნაფოტი აქედან უნდა მივადოთ. ხანდაზმულმა კაცმა ძველი ყუთი დაშალა, კოცონთან მიიტანა და თქვა: "ძვირფასი რა მოიგონეთ. მომეც მოგეხმარებით, არა გმადლობთ." რა მოხდა? ვიღაც დგას და გვითვალთვალებს. "აბუა ჩემი იყო მეჭისკვილე", თქვა მონადირე. "რას მიცანე?" თქვა ხანდაზმულმა კაცმა. "ამას უკვე 100%-იან სიმართლეს მოგახსენებთ. გუჯერა როგორ გკადრებათ? ალის მხრიდან გადასულ ხარჩვენში იმერეთში, ცირულაზე ახლას დგას ისისკვილი. იქ მუშაობდა ბაბუა ჩემი 20 წელი. მე ვიცი ისისკვილი, დიდი შემძლე ბაბუა ყოლიათ. კი, დევივით კაცი იყო. ენტო დღენია და ცეცხლი, მიდგმული ყვაჩიმჩიფებული ხოთანი და ლობიო იხარშებოდა. საოცარია. 20 წელიწადი ერთ წელს იმუშაო", თქვა ხანდაზმულმა კაცმა. ხანდაზმულმა კაცმა მიმართა ხანდაზმულ ქალს. "ქალბატონო, თქვენ პამლი გაწუხებთ, მოიცით ჩვენსკენ." "არა უშავს. იდი ბაჭიჩის უნამ სლადაკი პრიაჯა. ტერი არ ამარის მეტი", თქვა ჩაფხუტიანმა კაცმა. "ჰაი!" ავშევი უნავრობენ. ქალბატონო, ძალიან გთხოვთ, დაიკავეთ ჩემი ადგილი. მართლაც რა ტკბილი იყო ის შუაცეცხლის ბოლი. თოვს გარეთ წყნარად. ჩხართები წრიპინებენ დაბარდნილი ხის ტოტებში. შენ კი ზიხარ ცეცხლთან და დასკერი არის თამაშს. ცეცხლმა სასიამოვნო ფიქრები იცის. განა სიმინბა კი არის ის სასიამოვნო ფიქრები. აუ, რა მოხდა? აი, ვიღაც გიყურებს, წაგანაცეკო. ვინ არის? გამიშვერდი ვნახო. ვინ არის? აბეთ გამატარე. არა, გამატარე. ბიჭი მეწონიში. დაანებე. არაფერი არ ჩანს. თუ არის იყოს, ვის უშლის? კიდევ საკვირია. გიყურებოდა. აი ნახავთ.
რა იმოაქცინა და? ორანჟერეა. თქვენს პირველად ვართ ეს ხურში? კი. ზოგადად საბურთალოზე დავდიოდი. გახსოვთ ბაზართან რომ წისქვილი იყო. იქ ახლა მაღალი სახლები ააშენეს. მე საერთოდ პირველად ვარ ეს ხურში. თქვენ პირველად ახარ წისქვილში მაშინ სიმინც როგორ გახსოვთ, თქვენ ალბათ კარგად გეხსოვებათ, მეტეხთან. თუ რა ვიცის გულები რომ იყო თქვენზე. მაქსის ხითა. დიახ, ძველად მას ვორონცოვის ხიდს უწოდებდნენ. დიახ, ისე დაანგრიეს არც კი დაფიქრებულა. ახლა კი თავში ხელს იტყავენ, მაგრამ უკვე გვიანღა. ორჯერ დავინახეთ ბერს და აი ამანაც. აი აქედან იყურებოდა. აქედან იყურებოდა. აი აქედან. რა შვებით? შეეშინდება. ის რა ხალხი არაფერი მესმის. გვიღუროს რა გინაბრებ. ის უფრო მადარდებს ის ქალიშვილი რომ არ მოდის ჩვენთან. იმას მემოულ. შენზე სულ δεν მომეცი. ხო, იმას მოგახსენებდით. ცხელი მჭადის სუნი ბავშვობას არ მოგაგონებ? თქვა მონადირე. განსაკუთრებით ქვის კედზე თქვა გამოცხობილი. თქვა ხანდაზმმა ქალმა. ქვის კედს კიდევ თუნუქი უნდა და ნაკვერცხალი. მიუგო კახელმა. რა გვინდა? რას ვებღაუჭებით? რაებს მოვათრევ წარსულიდან? რა მჭადი აგვიტყდა, რა კეცი? ჭამოთ ეს ფუნჩულაპური თუ იქნა და ვიყოთ, თქვა ხანდაზმმა კაცმა. სამსახურიდან პატარა ნაკვეთი მომწეს. უпроსორად მათხოვეს სახილებ. მაგრამ მე თუ იქ სიმინდი არ დავთესე და ჩემი ხელით არ გავთოხნე, მიწის გაფუქსევატება მგონია. 40 კილოგრამამდე მომივდა სულ, მაგრამ მაინც. მაგზაზე არ ვარ გაგებული ეს კახელი კაცი, თქვა კახელმა. თქვენგან კი მიკვირს, კახელების სიმინდს მაინც და მაინც არ წყალობთ, გაიკვირვა ხანდაზმმა. ალბათ მეუღლე გეყოლებათ დასავლეთიდან. არა, მეუღლეც კახელია, მაგრამ მონოხანებში კახელებმაც მისწავლეთ რაღაცეები. როგორ გეკადრებათ? კახელები დიდად გონიერი ხალხია, შახაბასმა ვერაფერი მოუხერხა კახელებს. ერთი მშვენიერი ანეკდოტი მითხრეს ამას წინათ. ანეკდოტი კი არა, ნამდვილი ამბავი ყოფილა მგონი. გამოდის კახეთის ერთ სოფელში თავმჯდომარე და ხალხს ეუბნება. ხალხო, ხვალ ყველანი გზის გასაწვენად უნდა გავიდეთ. ნარეკალი აქვს გადავლილი გზას და სისხვილიაო, უცხოელები მოდიანო. კი, მაგრამ ფეხსისველები მოდიანი სისხველებიო, იკითხეს კახელებმა. როგორ მოგეწონათ? კარგი ანეკდოტია რა? ხო, კარგი ამბავია. პირადად მე ძალიან მომწონს. კახელი რომ საგალანტერიო მაღაზიაში შევიდა და ჰალსტუგი მოითხოვა თუ იცით? რა ფერის მოგართვათო კითხეს? ჩემთვის სულ ერთია როგორი ფერისაც გინდა იყოსო? ტომარას თავი უნდა მოუკრავ. კი, მაგრამ ეს ხომ თოკი არ არისო? ამა ჩემი, ამა გავლა უგასწრა. ბაბიჯი. ჩვენს ქვეყანაზე მაინც. საბოდიშო არაფერი. არა, მაინც რა მოვანდე შეცდომა დაუში უკვე. არაფერი არ გამოდის. ლაბარაკიც არსობს. იგი არ არის ღია. ჯერ არა ქალბატონო. რომელ საათზე იღება? 9-ზეც, 10-ზეც, შეიძლება 11-ზეც და შეიძლება საერთოდ არც გაიღოს, ეს როგორც მეწისქვილეს მოიხასიათებს. რა? შემოგვიერთით. აი, როგორ ასრულებს. და მომძანდით, მოიგონეთ რამე. დადგიეთ ჩემთან, დგამ ქალო მათალე რა შემომიცდი? არა მართლა, ვინ არის ბოლო?
არ გაჭირდება ნახრუანთია ცეცხლი. რაზე უნდა გავიჯერე? მე წისქვილიდან მომიტაცეს. მე წისქვილიდან მომიტაცეს. ოდიში რა ბრძანეთ? დაინტერესდა მონადირე. დიახ, მე ჩემმა პატიოსანმა ქმარმა წისქვილიდან მომიტაცა. პირდაპირ ფირში ამოსული დამსვა მანქანაზე და წამიყვანა. ხელი დაგვედევნა უკვე. აი ნამდვილი მამაკაცი, ვაცხონი მისი ნაპრების სული. თქვა მონადირემ. მე ახლა სხვა მაგრად, მე რა თქვა მამა თქვენმა? მთელ წელიწადს სახლში არ გვიშვებდა, წისქვილი კი გაყიდა. მე შერიგდით? რა თქმა უნდა, ქმარმა გააფრთხილა, დროზე შემირიგდი ჯობია, თორემ შენც მოგიტაცებო. მე იმოქმედა? მამა ჯიუტობდა, დედა შეეშინდა და დაიყოლია. შერიგდე. ქორწილზე სმარში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. მე ვინ ვისაჯობა? ყველანი დაითვლნენ მათ გარდა. აუ, ეგ ყოფილა კაცი. მე ისევ თქვენ გზავნით წისქვილში. კი, თან მარიგებს ფრთხილად იყავი, თუ ვინმე რამე დაგიპიროს, ხელი არ შეუშალო. თვითონ უკადრისობს ამოდენა მუდრეგმა 7 კილო სიმინდი როგორ წავიღო წისქვილში. არა და ხომ იცით რა ღირს სიმინდის ფქვილი ბაზარში. შვილები თუ გყავთ, სულცეტები არიან, ქმარიც და შვილებიცა. რაც მაგათ არ გააკეთონ, ის უნდა გიჭირდეს. ჩემმა პატიოსანმა ქმარმა მე რომ მომიტაცა იმ წელიწადს ხარი შეღება. რას ბრძანებთ? კი, ხარი შეღება. 2 ხარი ყავდა, ერთი წითელი, მეორე თაფლისფერი, 2 კოლექტივისები. ჩვენაო წითლები ვართო, წითელი ხარები უნდა მყავდეს. და წავიდა იორმუხალუში. ჩავიდა იქ. თათრის მოლა იყო თურმე ერთი. იმას გამოართვა საღებავი, მოლა იმ საღებავით წვერებს იღებავდა. ამოიტანა ის საღებავი და შეღება ის დაბლა ხარი. მერე დიდი ბიჭი რომ გამიჩნდა შალიკო, მაგის გულისათვის გამოსახთით სანახევროდ ქალაქში აქ დაამთავრა ინსტიტუტი. თხა გაწვდა. 2 ფეხზე დააყენებდა. დაუძახებდა, ჩემი სულელი ვინ არისო? და თხას უპასუხებდა. მეო. თან მეს იძახდა, თან სიმბლი დადიოდა და ხალხს თავს უკრავდა. კოდელები ხავდა კიდევ ტყეში, ფუღუროში ენახა პატარა მღარტები. ისე შეეჩვია, დადგებოდა შუა ეზოში. დაუძახებდა კულიკულიკულიო და შეაფრინდებოდა ნაკლებიდან 4. ფრონტზე რომ ვირებს კუძზე ქვას კიდებდნენ, არ იყროყინოსო, ესე ჩემი ქმრის მოგონილი. დიდმა ბიჭმა შალიკომ ჯოლუის წერილი მისცერა და მეჭიდეო. პატარა კიდევ ამირანა ვიღაცას ეთქვა მშიშარა ხარო და მთელი ზაფხული ბღეზიან ძაღლებს დასდევდა, თუ ბიჭები ხართ, აბა მიკბინეთო. 53-ში მამამისმა გორში წაიყვანა ექსკურსიაზე. და რა გონიათ როგორ დაბრუნდნენ იქიდან? რძლით. უსროს მამირანამ ცხინვალები ძალიან ჩამოგვარა. აი ამოდენა. ენა ჩაგვივარდა შედვარდ გამტკნარებულები. ბრიგადირს ეთქვა იმ ჩემ პატიოსანი ქმრისთვის. რა თუმად ხართ ხალხო პატარძალი ხომ აიყვანეთო. შუმადაო გაიტანა ჩემზისთვის დიდი სპილენძის ტაშტი იმ ჩემა პატიოსანმა ქმარა. ბახ ისეთი ჩემი ქმარი იყო რაიონიდან გადმოსული კაცრობით ყავენდოში. ვინ აბრძანდებიო? მომაგრებული ვარო. აბაშილოსა თუ ეგრეა მომაგრებული ხარ, მე მოფანფალებული ვარ. ამაზე გადაიკიდა თავმჯდომარე. ხეთყის დამზადებაზე გაგზავნა და აკიკინაღა მოინელა კიდეცა. მორი დაეცა მარცხენა ფეხზე და ფეხი მარილივით გადაუმტრია. ვირი მაგით ვინ გაიჩინა, ვირი და ვირი ტაჭკაცა. დაჯდებოდა იმ ტაჭკაზე და იმითი დადიოდა ვენახი იყო თუ რა იყო. ხუთფეხზე დაათქელდა, სიცეტეს მაინც არიშლიდა. თუ გახსოვთ, ვირები რო დაიძახეს დამზადებაზე, რაიკომის დივანთან მივიდა და უთხრა. ეგ ვირი მთელ ოჯახს აცხოვრებს. მე მაინც არაფერში ვარგი ვარ, მოდი ჩემის თავი დაარებ და მაგის მაგვირად მე ჩამიბარგე. რაიკომის მდივნის თანხლებლები გაცეცხლებული იყვნენ დოიჭირეთ ეგ მამაცახლი. რაიკომის დივანს კი გასცინებოდა და გამეუშვა შენ ჩემი ქმარიცა და ვირიცა. ინგლისს მერწელე. ის რომ მოგვიკვდა. ვინ იცი რა შეჭამა იმ ბედურმა? ჩემმა ბიჭებმა, ძმაკაცებთან იმ დღეს ოდეპეშები აფრინეს. მეცხალა დაგუყვა, გვეწვით პატივი-ბოწით. ისეთი ხელეხი გადაუხადეს, ისეთი, ზოგი კაცისთვის არ გაიხარჯებოდა ეგრე. ლავაშები უყვარდაო საწყას და სულ ლავაშები ვაწყობდეს. მეორე, საქვეყნოდ გასახელებული ვირი, კახეთიდან მოიყვანეს. ვერ ვიტყვი. იქ ვერ ქვა კახეთში თუ შენობა და სახოსება. რუსმენდიან ქალები და ცნობილი მეხსიერებაში და მეცოცხლებია ბავშვები ძვირფასი სახელი. ჩვენი სოფლის პატარა წისქვილი, კეთილი მეწისქვილი, ხიარული ადამიანები. მათთვის წისქვილი თავშესაკარი ადგილი იყო, სადაც ისინი გებულობდნენ ახალ ამბებს.
ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ ფიქრებს, ყვებოდნენ წარსულზე და მომავალს. იმ გულითად და ჭკვიანურ საუბრებში, ჭკვამახვილურ ხუნჯობებში თავს იჩენდა ხალხის ნათელი და გულღია ხასიათი. ასე იყო მაშინ. მერე პაბედა ვიყიდეთ. ადგნენ და ის მასპიჩი სავენახეთ გადასდეს. ბოლოს ბიჭებმა იმ ჩემ პატიოსან ქმარსაც ასწავლეს შოფრობა. რატო იმანაც ისწავლა შოფრობა და იმ წითელი მასპიჩი დამბრძანდებოდა? შახო განთავისუფლა. შახოს აღაუღოთო. შეგროვდა 3 გიჟე. დასხმები დაიწყეს ხატები. შახოსო პენსიაში გასვლა ეკუთვნისო. ჩემ პატიოსან მათმარმა. ხოსი თავდადებული იყო საქმისათვისო. ახლა ეს კარგი გაცილება მოუწყოთო და გაუშვათ თავი. რა მამა ვყავხარო, რა მამაო ბიჭო, ეცნენ ბიჭები, ასიეს მაგლა, შემოატარეს თელიზე და გადაუშვეს ლობიოს ნარჩენს. იმან ხომ არ ყვეგეთქვა იმ ჩემა პატიოსანმა ქმარმა თავისუფლად გაუშვარო. ბიჭებმა კიდე მოიყვანეს მედოლე და მეგარმონე. შეაბეს შახოს წითელი ლენტა, დაკიდეს გულზე კონსერვის ყვითელი სახურავი, ვითომც დიდი მენდალი. დააყენეს ის მედოლე და მეგარმონე ბიჭო დააყვრენეს საგზაო. გაუღეს პამედის კარი შახოს, მოგძანდი ბატონო მიიპატიდეს. ვირინებით მანქანაში რა შავიდოდა? მაგრამ თან მუჯლუგუნები, თან ხვეწი, თან მოფერები ძალით შეჭნეშიდა. თავი მარჯვნივ გააყოფილეს, თავითა და წითელ ლენტზე დაკიდებული კონსერვის სახურავი. მეც წევრი ჩემი რძალი, ზის მაიმუნებო, სოფლის მასხარებობები. ისინი კიდე აქეთ გვადებენ ვალს. ეგრე უნდა მათს დაფასებაო. 13 წელიწადი ხომ მაგან უსასყიდლოდ გატარა. ერთხელ ჩვენს გავასწრებთ, სამშობლო ვაფრებთ. ვინიც როგორ უნდა ბიჭო, ჩასხდნენ პაბედაში. დიდი ბიჭი შალიკო და ის ჩემ პატიოსანი ქმარი. მასკოჩი, პატარა ამირანა. ამირანას ბიჭი შოთა. მედოლე, მეგარმონე და კიდევ ერთი სამთი ჭალელი ბიჭი ამირანას მობილი, არა ხალო. დაუკრეს მედოლე მეგარმონემ გამოსამშვიდობებელი. თელი სოფელი ჩვენ თავსა. დაიძიენ და წაიყვანეს ეგრე ყროყი. დაედევნენ უკან სხვებით მანქანების ტიპინითა. დაედევნა ჩვენი უბნის ინსპექტორი, რომ მოიმბაზობენ, რასო იმბაზობენ. მაგრამ მალე უკან გამობრუნდა. კახეთის ინსპექტორებს საქმე რაც მოუშალო. იმ კახეთში კიდე სოფლები ხო სოფლებზეა გადაბმული. აძლევენ ზეიმის სიგნალებს. გააქვს დოსა და გარმოს დასტიბუბუ. აწყდება ერთმანეთს ზეიმზე გადმოდგარეხა. ეს ჩემი ცეტებითი სხედან და მიდია. საცადუხას ნახავ. გადმოვლენ. ფერს გაშია, დაილოცებიან, იმ საწყალ შახოს ხან ხიკას ჩაატენიან, პირში ხან ტილოისა. მისდევს კახეთის მუხტობა ჯელგაც. ერთი ინსპექტორს მოუნდომებია ნომრების ახსნა. მაგრამ ხალხს არ დაუნებებია. შენაო, ქუდი ხომ არ გიჭერსო. აბა თვითი შეიყავი კაში. მისულენ ეგრე იმ სოფელი სადაც შახო იყო ნაყიდი. მიუყანიათ სწორედ იმ ვერხთან და იმ წყაროსთან სადაც ფული ქონდა დათვლილი შახოში. გადმოუყანიათ მანქანიდან. ბიჭო, გაიხარაო, თურმე რო დააღო პირი და ამოუჯდა გული შახოს, თუ ღაპაღუპის დიოდა წრემლი ხავს. გამოსულან იმ სოფლელები, ისინი უარესი ცეტები, ადრინდელი პატრონები, იმისი ბიჭები, გაუშლიათ იქვე ვერხვის ქვეშ სუფრა. დაუყენებიათ იმ სუფრის თავში შახო, უსლა, უმღერიათ, ასე გაუტარებიათ მთელი სუფრა დღე. დადგა საღამო. სუფრიდან არავინ არ დგება, თითქოს ახლა და მსთარი. დიდხანს ილაპარაკა. ბევრი მოიგონეს. იხუმრეს. იმდენი იხუმრეს, იმდენი რომ სუფრის ბოლოს შახო ეს რა? კაცო, აქ საზრუნველო ყოფილი. ბერე. მერე არაფერი. ახლა რო აქ ჩემი პატიოსანი ქმარშვილი ყოფილიყო, აედევნებოდნენ იმასა და ეტყოდნენ. საიდანაც ამოძვერი, იქ ჩაძვერიო.
ჯაფლა. აი აი თქვენ ბრძანეთ. ჩემი ქმარშვილი რო ყოფილიყო ჩვენთან და ეწევოდა იმად და ეთყოდა. საიდანაც გამოძიენი იქ შეძლენი. რატო? აბა მე რა ვიცი. ცეტები. ბატონებო და ქალბატონებო, ეს არაღი მეც მის მომტანე ძველი წესის მიხედვით. რადგან ის იგვიანებს, ესე იგი არ უღებს წისვლის წესებს. მე ჩემს გადაწყვეტილებას ვთვლი და დავლიოთ თითო ესათი და გავიცნოთ ერთმანეთი. უკაცრავად დაიგირეთ. მე ვთქვი ქალბატონო, ათმის შირიც გვაქვს, დაგვროცეთ მაინც. მიგერა რომ ყველანი კარგი ხალხი ვართ. ხანდასმა ქალმა რომელიღაც გამოჩენილი პედაგოგის ცნობილი სიტყვები გაიხსენა და მერე თქვა. ჯანმრთელად გყავდეთ თქვენი ოჯახის ყველა წევრები. მე ოფილი გეოგრაფიის მასწავლებელი ვარ. ჩემი მოსწავლეებიდან ახლა ძალიან ბევრი პროფესორები არიან. მე ნინო ნამურაძე გახდა. კეთილი ქალბატონო, კეთილი. იბედნიერი. იცოცხლე. გაგიმარჯოთ. მე მხოლოდ ოდნავ დავყდე. მადლობა პატიციას ქალბატონო. თქვენ ცოტა მაინც უნდა დალიოთ ქალბატონო. რაღაც უცოტა აბამიფსე? მე თამარა ახალშენაშვილი ვარ. ეს ჩემი მულია, მაგრამ მე დათ მიმაჩნია, ძაბსართავ ფაბრიკაში მუშაობს. სამქროს უფროსია. აქაცა ვართ, სოფელში. უფროსი ბიჭი შალიკო თბილისში მუშაობს, ინჟინერი. უმცროსი კიდე ამირანა. მე თუ მომაშორებე სოფელზე, თორე სოფელს მე არ მოვშორდა. რა კარგია. ზეგა თავის ბუნაში. თქვენ ციცოცხლეთ, გიმრავლოთ, შვილიშვილები, შვილები. კარგად იყავით სიყვალა, ბედნიერად, ჯანმრთელად. ესეც ასე. აბა დამიხი კიდევა? ეს მომწონს. აბა დალი ახლა უხალხულია. თქვენ აუცილებლად უნდა რა მიირთვათ. ლაპარაკები, კარგი ქალო. აუცილებლად უნდა მიირთვათ. მე როგორც ჩემ ადამ მოგახსენათ, მისი მული გახლავართ. მუშაობთ. არა გვიშავს რა. რაღა მოგახსენოთ. ყველა კარგ ხალხს გავუმარჯოთ. დალი ახლა. კარგი. არა. ქალო. შენ გაზი გამორთე? ვაიმე, არ მახსოვს. გონი გამორთე. მე მგონი არ გამორთეს. ვაიმე რა გაქნა. კი, გამორთე. მე ცოტას მოვსვამ. გადაგეკეთეთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კარგ შვილებს, იბედნიეროთ ოჯახები. კარგი დილა ეს დილა ჩემთვის. ბასილაშვილი გახლავართ, მე ბიოლოგი. ჩემი სახელია პარვი. პროფესორი ბასილაშვილი? სულ ლამაზად, კარგად. დაამოლეთ. მადლობა. ახლა კი. გაგიმარჯოთ. დავხდება. რა მოხდა? ვინ არის? სოფელში წისკვილეწყალში ბავშვი დაგვეხვჭა. მეუღლეა ჩემი.
წარმოგიდგენიათ, აუბედურება მოხდა. ერთჭიანურ წიგნში წამიგითხავს. თავარია, როცა შენ ბედნიერი ხარ, მიფიქრებ, რომ მაშინ ყველა შესავით ბედნიერიაო. რას ვიზავთ? დავლიოთ. მერტ რა შეცოდეთ ამას დღეს? გაუმარჯოს იმ პირებს, ვინც სიკეთეს ვიტირებს. სიცოცხლეში გვახარებს, მოვკვდები და გვიტირებს. აქვე ვცხოვრობ იმ ქუჩის ბოლოში. ბედნიერი იყოს, ჩვენი მომავალი შეხვედრები, რაც ეხლა ვნახეთ, მეტი აღარ გვენახოს. გაგიმართეთ. მომეცით ეგეთ. მეც დამისა. მე შოთა ვარ დოჭვილი. კეთილი შემოვიდა. თქვენ გაგიმარჯოთ, თქვენს. გაგიმარჯოთ. და ამ აცრემლებულ ქალს გაუმარჯოს. ახლა კი თქვენი რიგია. რიგი? რიგი. მე ტოპოგრაფი ვარ. მუშაობ გეოლოგიის სამმართველოში. უკაცრავად რა გვარი? ჩერქსელიანი. აკეთილი. ამობენ ჩემი სოფელი ყველაზე მაღალია საქართველოს. რომელი? უშკული. მე შემოდი ვარ. სახლი მაქვს. მოხოცი დედმამა მყავს. ეძახიან ამოდი შვილო, კი რა გვიცივდება. წავედი ამას წინათ ერთი დღით. ფიქრობდი ყველას დავარიწყდი მეთქი. თუმცა როგორ ყვარები არ გავრობას. რაც ლამაკებს. რატომ არ მეაქ? იქნება ბავშვებს სწავლისათვის. განეკნაკლებად ისწავლიდნენ. აღარც ხეიციან, აღარც მიწა და აღარც წყალი. ხით, მიწით და წყლით კი იყო ძლიერი ჩვენი ხალხი. დიახ, სწორია, მართალს ამბობთ, მართალს. ხანდახან ფიქრობ. რას ვაკეთებ? მე აქ ისეც. რასაც ხო შემოდგენზე ვერ გააკეთებდა. რატომ მოწყდი მშობლიურ ფესვებს? როდის გავიდა ეს დრო? არ ვიცი. გაგიმარჯოთ. გაგიმარჯოთ. ჩვენს მომავალს გაუმარჯოს. ჩვენს ბავშვებს. და იმათ გააკეთო ნიშრისი გაკეთება ჩვენ შევძახო. გაგიმარჯოთ. ეს რა უცნაური ფიგურა გააკეთეთ, არც ყოველია და არც ადამიანი. უბრალოდ ვერთობოდი უსანახები. გაიჯახია. დაყოლეთ რამე. ჩვენ ოქროს ხელები გქონია. ინებეთ ქალბატონო. თუ თქვენ ეს მოგწონთ, ხონდეთ ჩემ გასახსენად. ახლა მე შევეცდები რომ არ გამომივიდოს უდათ მადლობს. მე შალიკაშვილი ვახტანგი გახლავართ. ინჟინერი. მეუღლე ექიმი მყავს. ქალიშვილიც და სიძეც. მაგრამ მე ისინი ჯერჯერობით არ ჯილდობიან. ფიქი მაგდადებული. გაგიმარჯოთ ყველას თქვენ. კარგად განგებოდეთ ყველანი. იმედი მაქვს კვლავ მრავალჯერ შევხვდებით ერთმანეთს. ჩვენი ქვეყანა ისე პატარაა, რომ ყველას შეუძლებელია ბატონო. გაუმარჯოს ჩვენს სახლებს, ჩვენს წისკვილებს ბატონო, ბაღებს, კანებს ბატონო, მადლობთ. ჩვენს თვილცეცხლს, თოვს ბატონო, თვილთოვს. იცოცხლეთ, იბედნიერეთ, შვილებით, შვილთაშვილებით, სულ ბედნიერად. შენ აქ ხარ კაცო? ეჭოლი მეწისკილია კაცო. დავითოშე, დავიყინეთ ხალხის შესწავლებში. გაგიმარჯოს, კარგად იყავით, ბედნიერი ხართ. გაგიმარჯოთ. დავსვი, მაგრამ მაგა ხარ იმსახურებს. მე ამას მოუტანედა. თქვენ გაგიმარჯოთ. ქალბატონებო და ბატონებო. თქვენი ბედნიერებისა იყოს. გაგიმარჯოთ. დააყოლე მინდა რამე, დააყოლე. მოგძანდი. ეს შიტებს დაუტოვოთ.
ვინ როგორ გეკადრებათ ბატონო პარმენ არავით არ ქალბატონო. არა აბა ბატონო რა მოგდით? როგორ ეკადრებათ ქალბატონო? თქვენ ყველაზე ადრე ხართ მოსული, ყველაზე წინ როგორ გეკადრებათ ქალბატონო? აი ბატონო პარმენი წავაცი. მე არ სადარ მეჩქარება, ქალები ქალები წავიდნენ, ქალები. ჩვენ სოცხალით არ დარავის დაუთმობ. ჩვენ ყველაზე ბოლოს მოვედით. რა არის საკამათო? უფროს იებ თქვენ მიბძანდეთ. როგორ გეკადრებათ? მე სიმინდიც არ მაქვს. მეგობარმა მთხოვარი იგი დამეკარგა. თვითონ არაჩა. რასაც შემონოსუნი დიდას. თითქოს დათმა კიდეც. რომანტიკოსები ვართ ჩვენ ქართველები. ვინ ბატონო? ჩვენ ქართველები. კარგი ხელობა უნდა იყოს ეგ. კიდევ დიდხანს იქნება ეს წისქვილი. იქნება. ერთი ნიმიში ერთ მენუზეშინია, იქნება. არა, სინჯა, უგაცრავად. ბოდიში, არ ეხლავდა. არა, სინჯა. ყოველთვის ამ გასაღებით ვაღებდი. დღეს რა მოხდა პირდაპირ ვერ გამიგე. ეხლა მე. არიგება. იქნებ სხვა გასაღები. მე ასეთივე ბოთლები მაქვს, ჩემი გასაღები. მომეცით ერთი, მე მოვსინჯა. მაპატიეთ. გამატარეთ შეიძლება. გამატარეთ. ვნახოთ. არა. იქნებ ჩემ გასაღებებში ვიყო რამე. წავიღებ თქვენს ტომარას. არა, არ გამოდი. არც ეს არ გამოვა. არ ჩემ გასაღები მაგაა. ვის გასაღები? ჩემია. არ მოერგო. აბა ჩემი გასაღებები გასინჯე. აიც და მაინც დღეს დავსა გასაღებების სახლში. არა, ბატონო პარმენ არ გამოვა. აბა ჩვენი გასაღებები მომაწოდე. აბა ის ნახე. მომეცით ყველა გასაღებია. მომეცით. მომეცით. არა, არის მაშინ ვარ. პატი შემოვლება. ყოველთვის ამ გასაღებით ვაღებდი. რა ხდება დღეს? ჩემ თავს პირდაპირ ვერ გამიგე. მაპატიეთ. აი. მონტევიდეო. ოსლო. ხომალო. ხომალა არის სოფელი. არის. მაშინ. Oberhausen. Igarka. Addis Abeba. Abasha. Abasha? Mam sofas rodis. არა ბატონო. ამა სალათუ გაანგრევ, თორემ ამის გამღები მე არ ვარ და არც თქვენ არ არის. რასა? გამატარეთ. გაიგო. მე წავა, მოიწყო.
ხო?